პრემიერ-მინისტრი დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე შენიშვნებით მივიდა. ივანიშვილმა საკუთარი გუნდის წევრებს დისციპლინა დაუწუნა და მთავრობასა და პარლამენტს შორის მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ მაგალითი იმისა, რომ კოალიციის წევრები ჟურნალისტებთან ან ოპონენტებთან ერთად ახერხებენ ურთიერთობების გარკვევას. ბიზნა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა იგი გუშინ მომხდარ პარლამენტში დაპირისპირებას, რომლის დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმრავლესობას მიმართა და სიტყვები პოლიტიკური სუწინორები გამოიყენა. კოორდინაცია არაა და ძალიან ბევრი განცხადებები ვიკეთება შეუთანხმებლად. მე მგონი ჩემს განცხადებებსაც ბევრი აღარ კითხულობს ჩემს გამოსვლებს და განსხვავებულ პოზიციებს იჭერა ხშირად დეპუტატები. ამ განცხადებით შევიდა ბიზნა ივანიშვილი პარლამენტის ხდომათა დარბაზში. უმრავლესობასთან 2 საათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციური დისციპლინის თემა პრემიერმა მედიასთან კიდევ ერთხელ ახსენა. კოალიციური დისციპლინის გამკაცრებაზე ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის, შიდა დისციპლინაზეც საპარლამენტო თუ სამთავრობო. არაკოორდინირებული მუშაობის გამო პრემიერისგან მიღებული პირველი კრიტიკა შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება საქმიანი და არსებითი, მივიღო და გავიზიაროთ. მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერისაგან. შეხვედრის ძირითადი ნაწილი მაჟორიტარების შეკითხვებს დაეთმო. დეპუტატებმა ძირითადი ყურადღება საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილეს. მაჟორიტარებს ჰქონდათ ბევრი პრეტენზია იმაზე, რომ თქვათ, აი ოზურგეთის მაგალითს გეტყვით, რომ იქ ხიდია დაზიანებული, სოფელია მოწყვეტილი და ძალიან სწრაფად ვერ აღდგა ხიდი და ამიტომ გარკვეული პრეტენზია ჰქონდათ, თქვათ, იქ იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. მაჟორიტარებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა და დაზუსტება ბატონ ბიზნესთან და კონკრეტულად მთავრობასთან აქტიურ მუშაობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ის კანონპროექტები, რომელიც სისტემატიური შემოდის მთავრობიდან, არის ძალიან სერიოზული გალხინის საგანი და ამაზე სერიოზულად იქნება მომავალი წლიდან საგაზაფხულო სესიებიდან თავისთავად დატვირთვა და მუშაობა. ხდომათა დარბაზიდან გამოსულმა პრემიერმა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. ბიზნა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა საგანმანათლებლო ცენტრს გადაეცემა, რომელიც ქუთაისის განვითარებაში მეტ წვლილს შეიტანს. და პარლამენტმა ვერაფერი დიდი შეღავათ ვერ მისცა ქუთაისლებს. მე მგონი პარლამენტის არსებობამ რაციონალურადაც გამორიცხული იყო, რომ რამდენიმე ადამიანი აქ იკვებება, ამით ქუთაისს არ ეშველება. ქუთაისი უნდა გახდეს ცენტრიც საგანმანათლებლო და უნდა გახდეს ინდუსტრიულის და გადამუშავებელი წარმოება უნდა დაიგეგმოს ძალიან ბევრი. პრემიერმა პარლამენტის შენობა ისე დატოვა, არ დაუკონკრეტებია რა ინტენსივობით გაიმართება მსგავსი ფორმატის შეხვედრები. თუმცა გამორიცხული არ არის საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის მორიგის სტუმრობა არა ქუთაისში, არამედ თბილისში შედგეს.